რეზონანსი 20 წლის გახდა გაზეთი მალხაზ რამიშვილმა, ზურაბ მაჭარაძემ და ალექსანდრე რუსეცკიმ დააფუძნეს პირველი ნომერი 1990 წელს გამოვიდა. თავდაპირველად რეზონანსი ყოველკვირეული იყო და რუსულ ენაზე გამოიცემოდა. 2 წლის შემდეგ ის ქართულენოვანი გახდა და პერიოდულობაც შეიცვალა, ის კვირაში 3-ჯერ იბეჭდებოდა. რეზონანსში ამჟამად 32 ადამიანი მუშაობს, მათგან 22 ჟურნალისტია, ორშაბათობით მთელი კვირა გამოდის, კვირის დანარჩენ დღეებში რეზონანსი. ხოლო კვირა დღეს ლიტერატურული დამატება გალაქტიონი გაზეთის ტირაჟი 6-დან 7,000-მდე მერყეობს. ჩვენ ყოველთვის ვაშუქებთ იმას, რაც არის სერიოზული, მნიშვნელოვანი, არსებითი და ჩვენ ცხოვრობთ, რითიც ცხოვრობს ქვეყანა, რითიც ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვართ ნაწილი ჩვენი, ასე ვთქვათ, საზოგადოებისა. უამრავი საინტერესო რამ მომხდარა ჩვენს ისტორიაში. ზოგიერთები თვლიან, რომ გაზეთი არის მებრძოლი და იქიდან გამომდინარე, რომ თუ სიმართლე მტკივნეულია, ჩვენ მაინც ვბეჭდავთ. არია, რომ უკვე ასეთი დიდები ვართ, ანუ უკვე საკმაოდ გაიზარდა ჩვენი გაზეთი. წლებთან ერთად გაიზარდა ის თემატიკა, ის სტილი, ყველაფერი დაიხვეწა და ჩემი აზრით საკმაოდ კარგად აშუქებს რეზონანსი, როგორც დაწყების დღიდან, ასევე ახლაც